რაც უდათ თუ არა პახმელიაზე ვარ, ჩემი აღარ შემიძლია. გამარჯობათ. გისმენთ. მაგარ პახმელიაზე ვარ რა და ლუდი გააქვთ, ლუდი დამისხით ერთი და რაღებს რა. კაფითორი ლარი უკაფოთ 4. არ არის პრობლემა დაასხით, რაც უდათ ვარ აღარ შემიძლია. გელა. ერთი ლუდი დაასხი. რა შევჭამო ეხა, რა შევჭამო? რა გაქვთ? მოდი კატლეტი შევჭამ. რაღებს კატლეტი? წერია მანდ. არა, ფასი არ წერია, ძმაო. ფასი არ. მე მანდებს არცი და მიაწერე. ეს ვინ არის? რა ვიცი მე რამდენი მივაწერე, ძმაო. რამდენიც გინდა მივაწერე, მაინც არ გვაგდა. ვიტა ცუდათა ვარ, ოსტრი ხო გაქვთ, ოსტრი? ოსტრი არა. ქაბაბი? ქაბაბი არა. კიტრი პომიდორის სალათა? კიტრი კი პომიდორი არა. წვადი გაქვთ, წვადი? წვადი არა. ხარჩო, კაი ხარჩო? ხარჩო კი კაი არა. იყოს როგორიც გაქვთ ცუდათ ვარ, აღარ შემიძლია მაჭამე რაღაც. გელა. რას ჭამ შენ? ხარშო. სულ შეჭამ თუ მოგჩება? მომშება. ნახევარი პორცია გვაქვს. არ მინდა ბიჭო, ეგ ნახევარი პორცია რა თქინა გელას მორჩენილი ხარჩო, ლუდი სად არის? ამ დღეს ლუდი ხო გითხარი დამალევინე პროზე რა. გელა. ლუდი ხო გითხარი? ცოტა ცოცხლად. რაღაცა მაჯამ, წიწილა გააქვთ შემწვარი? შემწვარი გიძიძილა არა. არ მინდა, არ წიწილა მინდა, არც ის მინდა, კაცო, არ ის ლუდი მინდა და არაფერი არ მინდა, რა წყალი დამალევინე ერთი, კაცო, ჩემი ძმა ხარ, მიშლება პირი აღარ შემიძლია რა. გასაკეთებ ბიჭო, იმენა ვინახა, თქვენ ამან ერვიულად, რა ეს ვიცოდი. თავი მისკდება ცუდათ ვარ, კაცი, აღარ შემიძლია მე. გასაკეთებ. урна არ არის, ნაგუსუნა არ არის, ასაა. კი არის. ხინკალი მომიხარშეთ, რა ერთი ხინკალი მომიხარშეთ. ბადარა. ხინკალი მომიხარშეთ. რომელი გინდათ? თიულური, კალაკური, მოხეული, ყველით გინდათ თუ კარტოფილი? რომელი გაქვს? არც ერთი. ჩუნოს ვინ არის, ვიტო აღარ შემიძლია. აგერ ეს 50 ლარიანი დამიხურდა ზმურად რა. არ მინდა გავალ გარეთ ვიყიდი რაღაცას რა. გავუმართე. გელა. მოდი 50 ლარიანს განახებ. ხალხი არა ხარ მაჭამეთ რაღაცა შემიძლია ცუდად ვარ კაცო რა. 1 საათი თუ დაგველოდებით რაღაცას მომიხერ. 1 საათი რა უნდა ვაკეთო? 1 საათი რა ვაკეთო? რა უნდა ვაკეთო 1 საათი და აგერა კომედი შოუ იწრება და იმას უყუროთ. ისეთი დაღლილი ვარ პრესტა და ისეთი განტვირთვა მინდა რა გიჟივით ვარ პრესტა აი როგორ მტკივა მხრები იცი აი ნეცა როდის შემოვა და როდის დავიწყებ მასაჟს არ ვიცი პროსტა რა გაგა ეხლა რა არჩევნები იწყება რას შვები აპირებ წასვლას აუ რა ვიცი რა არ ვიცი რას ვიზა ვიცი ვაფშე პროსტა წავა
შემოვხაზავ ეგრევე და ეგრევე წამოვა რა არ დავჩები ვაფშე ხა მაგის ნერვები არ მაქვს აი ესე თუ გაგიჭირდა შემოხო თან რა მაინტერესებს იცი არ ვიცი რომელი შემოვხაზო და მაგარ გაურკვევლობაში ვარ გოგო ვაფშე არის მაგის პრობლემა იყო და ჩემი და ქალი მუშაობს იქ რა მიდი შენ და ჩემი სახელი უთხარი და თვითონ შემოგახაზინებს ეგ ა რო უთხრა თვითონ შემომახაზინებს აუ რა კაია არის ძალიან კაი გოგო სხვათა შორის ჯიგარი ვაიმე აუ რა შტერი ვარ რა იყო ბავშვი დამჭა ბაღიდან გამოსაყვანი რა ბავშვი გოგო ვაიმე რა ვქნა მეც შენ ბავშვი ყავს და არ მითხარი ვიცოდი და არ გითხარი შენ რა ხარ შენ ვერ ხარ ხო იცი გატალია შენ აუ თათუ ის აი მაგარი გასუქებული ვარ და რამე შენ უგულავეს დიეტის დაწყებას ხო არ აპირებ რაღაც ერთ პანჩი რო დავიწყო გოგო რა არის იცი ჯერ დაველოდები არჩევნებს და ხალხი რომელ დიეტასაც აირჩევს იმის მიხედვით ავირჩევ მეც და გავაგრძელებ და დავიწყებ დიეტას მაშინ მე შენ დაგელოდები კაი ხო რა პრობლემაა აუ ისა ბოდიში რა წითელი მევე თქვენი ხო არ არის 013 აუ ჩემია რატავინი წაიღე პროსტა გასვლაში უშლის ხელს რა და ბოდიში რა თუ შეიძლება რო აუ საყვარელო გეხვეწები შენ გადაიყვანე რა მანქანა გთხოვა კაი გენაცვალე კაი კაი ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში რომ შეგაწუხე იდიოტები არიან რა სადა სად არის მართლა რამდენი ხანი უნდა ველოდო გეღი სათმოხვა აუ რამდენი ხანი უნდა ველოდო Sastავს გაუმარჯო ჩემი დედას პიცავა. პივეტ Sastავს რა ხდება მოსილ ქალბატონებს. თუ როგორ წახარ, როგორ ძამდებით? მადლობა ძალიან კარგად ხო, არ იქნებით კარგად და თქვენი აჯობი. სარაჭები დედას პიცავა. დაიწყეთ ახლა მასაჟს როგორმე პილინგი გაგიკეთდა თქვენ? კი გაგვიკეთე და მზადვართ ანუ სლიკინებს კარი. ხო, ოღონდ ისა ერთი წამი სანამ დაიწყებთ რა მასაჟს მაინტერესებს ეს ყველაფერის პროცედურა რა დაგვიჭდება მთლიანობაში როგორი ბონდია იცი ჩემი დედას პიცავა ხო? ჩვენთან არის მასაჟი ჯდება ჩემთან 80 ლარი რა. აუ რა ამბავია გადავთ წინაზე ვიყავი 30 ლარი გადავიხადე ძალიან ძვირია მერე ჩემი დედას პიცავა წინაზე და ადრე ვაკეთებდი 3 თითით და ეხლა ეს 2 თითით დაემატათო. ეგრე ხო არა ჩემი დედას პიცავა. მაშინ მოდიე დაწეკი და ბოდიში რა ხო ის ჭაობისფერი ზილი ვისია თქვენი ხო არა რა ზილი არა ჩემი არ არის შემოსასვლელთან დგას რა და ვერ გადის ვერც ერთი ზილი რა თქმა აი, ბოდიში, უკაცრავად ერთი წუთით რა ზილი ჭაობისფერი აქეთ მობძანდი აი ეს გასაღები და კაცურად გადააყენე რა თავიდან შეიძლება 1-2 ვერ ამოქოქო მაგრამ ამოვარტყი და ამოცხე და წავა რა აი გენაცვალე აი მე შემომაწოდე გენაცვალე პაციურო ახალი ზილია ძალიან მაგარი აი დავიწყოთ თქვენ უკაცრავად რა უნდა გითხოთ დიახ ჩემი თქვენი სახელი სუხო მარილებს შლით იმიტომ რომ ძალიან მაწუხებს აი აქ მაქვს 2 გამაგრებული მარილი მარილებს შრი რა ექსჩეინჯის პუნქტი კი არა მაგ გადასახურდავებელი აი მასას ვაკეთებ ხალბატონო ეხლა და იმიტომ რომ და ხო და ისეთი პონტია რა იმედია დაიშლება რა ვიცი რა ჩვენ შესაძლოა ვაკეთებთ რა მე რა მაინტერესებს ის თქვენ მანუ რა როგორი მასაჟები გაქვთ უფრო მოსადუნებელი გაქვთ უფრო ისეთი ძლიერი მასაჟები აი გეტყვი ჩემი და ხელ მე სადაც ვისთანაც დავამთავრე და სერტიფიკატი ვიც მომცა ჩემი და სპეცავა რა ეს ტიპი არის სერიოზული მასაჟისტი ვლადივოსტოკშია გაღებული თვითონ რა სერტიფიკატი და ესეთი პონტი ახლა ჩვენ ვაკეთებ დამაწყნარებელი ემოციური უფრო ასამაღლებელი სულდაცემული და აი რაღაცა ვიცი ყველანაირი პოეტური და თუ გინდა ვაფშე ჰაერში ტრიალებს და ესეთი პონტი არის რა მე მოვსინჯოთ რა დაჟე გვაქვს ჩვენ მუსიკალური მასაჟიც კი ვიცით ეს ახალი სტილია ცოტა შემოტანილი აი დაახლოებით ესეთია და დაწეკდი უცებ განახებთ ახლა ამაში არ გიტყვი თქვენ გამ
ესეთი რაღაცა დააკლოვე. არა, მოიცა ხა ვეგანი მატყოვე პროსტა. არა, ფერი მუსიკალური აქ არისო და რა. მოიცა ქალიშვილო, თო ეხლა. მუსიკალური სმენა ოდნავ გააქვს. სმენა რომ აქ იმიტომ მე მომსმინე და მიხდები ჩემი დედას პიცავა რა პონტია უყურე და 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 დამ 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 ნელა მეტინა რა მეტინა ცოტა ნელა რა ხო შეიძლება ო ნელა ჩემი და ნელა მარშრუტკის მძღოლი კი არა ვარ მასაჟისტი აუ მე როდის მომაქცევთ მოგაქცევ ყურადღებას ყურადღებას მოდი მასაჟი დავიწყოთ მაშინ ჯერ გამახურებელი პროცედურა ჩემი დედას პიცავა ეს არის ვულკანური ქვებით სერიოზული კუნალობა ან ხდება ორგანიზმის განმუხტა კეთდება სერიოზული რელაქსაცია და მერე მედის მასაჟები რა დავიწყოთ მარცხენა მხრიდან იმიტომ რომ მარცხენა ჯობია იგზენით ქვის სიმძიმე და თავის ვულკანური განმუხტვა კარგია ხო ჩემი დედას პიცავა ჯერ სადახარ ვაფშე გაგაგი აუ თათუ რა მაგარია აი ველოდები და ნახე დაწექი იგზენით ვულკანური ზღვის და წარმოშობის სიყვარული რა უკვე დამაწყეთ თქვა დამაწყეთ ქვები უკვე ვერ იგზენით განმუხტა მე რელაქსაცია რა უნდა ვიგზნო დამაწყდა ნორმალურად ცოტა რა მაშინ მოიცა ცოტა დიდი ქვა გიწევ მაგარია თუ ვერაფერს ვერ ვგზნობ რა არის მოდი ეს მაგარი ავიღოთ მაშინ ავიც გოგონა მაგერ იგზნოდა ეს ყვა აბა რასაკეთებს თქვენი აზრით აუ იმინა აფერისტი ხარ მატყებ რაღაცებს კაცო გამიკეთე ნორმალურად მასაჟი რა ვერ იგზნობთ ახლა ყვა რა ჩემი უნდა დედა ვიგზნო პიცავა რაც არ გაგიკეთებია რა უნდა ვიგზნო თათუ რა გჭირს ვეგცნა აუ შეძვერა ხო ზა მაგარია შენ თათვიცა აი ამას გზნობ ჩემი დედა პიცავა ოდნავ რაღაცა შეგრძნება ვიგზნო ხო ხა ნორმალურია ოდნავ ხო ოდნავ ოდა ვიგზნო გედოზე მადლობა აუ რა კაია ვაიმე გასავთ გოგონებო სოლარიუმი სად არის? ავიდეს ამ იქით არის სად არის? სათამაშო ხარ ჩემი დედას პიცავა თუ რა ხმაზე ლაპარაკი სად არის მე თქვით? აი ესეა მებძადი დიდი მადლობა. მაგარი კაცია ო ჩემი დედას პიცავა გოგო მომისმინე იმენა შვარცნეგერი გაეძრო წვრილი ჩემი დედას პიცავა თო აი გოგო რა შვება შენ მაქვს დაიწყო მუშაობა თუ ისევ მუშავარია აი მე თათუ ეგ არ გამახსენო პროსტა აი ამ ხალა კაცი და ჯერ მუშაობა არ დაუწყო და თელ ოჯახს მე ვარ ჩემ პროსტა აღარ შემიძლია მთელი ოჯახი და ეგ დეგენერატი მაზის მე კის მუტრუკი მართლა ვინ არის მუტრუკი ვინ მუტრუკი გას შენ არ გალაპარაკები და შენ აბა მუტრუკი მაზის კისერზე ოდა ვიზე იდა მე შენზე არ ვამბობ ჭამოთახში ჩემს გარდა მუტრუკი არავინ არ არის ვიზე შენზე იდა არ ვლაპარაკობ და გეხატებ შენ საქმეს მიხედე რა მე ჩემს საქმეს მიხედა და თქვენ თავს მიხედა თქვენ კავს მიხედეთ რა მე ჩემს საქმეს ვაკეთებ პროსტა მუტრუკი და ეგეთი ბაზრები არ გვიდა რა და ელი გამიშრა ო მაგვა მიწის ეხლა ეს სოკი ხო აგლება საკაიფო გააქცოკი ой ეს მაგ ჩამოვარდეს მეზობელსაც ჩაუტეხოს სარტული თუ აუ სოკი როგორ იქნება ცოტა მუხი სოკია მაგრამ კაია რა იმენა აუ იყო შქარა მომიტანეთ რა თათუ რა ეხლავე თქვენ არ ადგეთ ჯობია არ ადგეთ იცი რა ქენით ავიწყე აი ეგ ჩაყავით დავი დიახ ეგ აი მე შქარა რა დეგენერატი აი ქედან ჯობია აბა წამოვიდა გამოუში ცოტა აი მე დეგენერატო თვალში მატაკე პირდაპირ რა ვერ ხარ შენ აუ ვერა ხარ შენ და ხარი დამიზიანე ამოწიო და მარჯვნივ ცოტა პირდაპირ თათუნა ხო მამე თვალით ვერ დავე იო ეგ არის ეგ არის ო პროსტა ფურგუნის ხმა ვერ გავედი თათუნა კარგად გავარჯობა ო იდიოტი ის მე ჩემი დედას პიცავა რა გნებავთ მასაჟი მინდა მე თუ შეიძლება. მასაჟი გნებავთ დიახ. თქვენთვის გინდა მასაჟი ხო, ჩემთვის მინდა მასაჟი. თქვენ მასაჟ ვერ გაგიკეთებთ ჩემი დედას პიცავა რატო კაცო მეც გადავიხდი ფულს როგორც ესენი. არა თქვენ მასაჟს ვერ გაგიკეთებთ რატო ვერ გამიკეთებ, ვერ გავიგე.
ქონის მეშინია, ვერ გაგიკეთებ რა. რა ქონის გეშინია? მეშინია ქონის, ჩემი დედას პიცავა რა. რატო გეშინია ქონი? რატო და აბანოში ბავშვობაში ტიტველმა ქონიანმა ქალმა შემაშინა ეხლა რა. აი კაცო, რა ტიტულმა გაგიკეთებ, მასაჟი მელოდება ხალხი. ამაზე ნაკლები ვარ მე რა. ერთი წუთი აბა გაჩერდი რა. აუ შენ მასაჟი კი არა, ის გინდა, ზუბილა გინდა. რაც არის? მელოდება ხალხი გარე. ერთი წუთი აიღურე ეხლა. ერთი წუთი მოდუნდი პროსტა რა. აი ითამთამე, ითამთამე, ხო და მასაჟიც ეგარი და ყველა პერცეგა. კიდე ერთი ათიტუთი ითამთამე, გაჩერდება კიდე ათიე გამოვუშვი. ფულის არ გადავიხარ. ფული არ მიდა შენ, როგორ ითამთამე? საგაიბოთ ითამთამე, ათამთამე რა მიდი რა იქ რა გია გახევი. ვინ არიან? ყველა გიჟი ჩემთან უნდა მოვიდეს. აუ, აღარ მინდა რა ფის მასაჟი. ამბავს მოხსნი, თორე ჩემი დედას პიცაო ნეგნები გეჩავს. აუ, ბოდიში რა, ეს ქვები ძალიან ცივია. ერთი წალი? მაშინ იცი რას ვიზა? ებას ვიზავ, რა ქვია, ამქვებს. გავაცხელებ ცოტათი რა და უფრო რატო იცი თუ თბილი არ არის, ქვა. თბილი თუ არ არის, ქვა ვაჩი. დას პიცაო. რად მოვედი რა პროსტა. იცი არა, პროსტა 2 საათია ბოლოს. გარეკილი აქვს სერიოზულად. შეხედე, პროსტა საკეთებს რა. გაცხელდეს საკაიფოთ და იმენაც ხელი უფრო ასწორ. მობძანდით, ვაიდიტე. გაჩახელეთ მოდუნდით. ლარიას ვერ დამეხურდა ვე? აუ არ გვაქვს რა. რა ლარიანია ნორმალური. სალაროში კი არ მუშაობ. სუხოტო. აუმორჩა სუხო. ვა, ნუ გორავახარ დო, ჩემი. მაგრა წერო. როგორ ახარ? რავი, არა მისცა, ჩემი დედას პიცაო. რა გაიმონდია და რა შვები აქ მუშაობ თუ რა შვები? არა, რას მუშაობ დო, ვეხმარები რა პროსტა. ვის ეხმარე? ბიძა ჩემს. აბა ბიძა შენ. აი? ეკაპე, აი. მოიცა ეს რა ბიძა შენია, ქალია თო. ვერერა ქალი რო ჩემი დედას პიცაო. ეგრე დედა ჩემიც ქალია რა და გრეხია? პრობლემა არა, მე რო ქალია? დედა ჩემიც ქალია, რა პრობლემაა? გასაგებია, ხო, გაგიმართ. გასაგები თუა ჩემი დედას პიცავა რა ბაზარია, ქალი რო. მე რა ტეხავს ქალო. არ ტეხავს, მა. არც იტე გათხრდება არასოდეს, პონდი ნავსი რა. ო, ბაზარი არა. დავაი, всё, მორჩა ბაზარი? მორჩა, ძმა. всё, დავაი. დავაი, ბოგა, დავაი, ძმა. всё, პრობლემა არ არის, ხო მე მგონი. გაგაცილები. იმენა შარზეა სასტავი თო. ჩემი დედა პეცა მოდოდით საკაიფოთ მოდოდით. იმენა გაითიშეთ რა. კაცო, ის ვისია სუხასი ნომრებით? და რომელი? სუხასი ვისია ნომრებით, კაცო? სუხასი ჩემია. წამოდი მე რა წაიყვანა რა სიტი პარკს მიყავს, წამოდი რანაირად და წაიყვანა ხო? წაიყვანა რანაირად. გას მიკეთებ ჩემი დედა. მოითან ბაო, სარები ხარე. აუ, დეგერელატია ეს ვიღაცა რა. შენ მაგარი ტიპი ხარ, თო ვისათა, ჯგასიტი პარკაზე რა ვერა. აგო ჩაგაბარე, ჩემი ტრანსპორტი თო. აბა მე ვარ ჩუაჩი, ჩემი რა სიტი პარკი მიწა. ასაკეთე, ჩემი დედას მიწავა, თო რა ასაკეთე, თო რა ასაკეთე. დატო ვერა, მე გავეცი. აი რა გაანებე თავი, რა დაივალო, რა ჩემი დედას მიწავა. მოიცა რა ასაკეთე, თო აი რა. დაუშვი, აი რა დაუშვი, გაანებე თავი, მე გავეცი მიწავა, ასაკეთე, თო აი რა. გაანებე თავი, ჩემი დედას მიწავა. დაუშვი რა ქართველი არა, კარგი ხარიზმა მიხედე. შენ არ იყავი აქ ბაო, რა გინდა მიხედე რა ჩემი და. კარგი რა გაანებე, გადმო, ჩემი დედას მიწავა, თო. გადმედი ხარ, მოიცა ბაო. ადამიანი არა, ქართველი არა, ხარ ჩემი დედას მიწავა. გადმე ხარ, ჩემი დედას მიწავა. მოიცა, ბაო, მოიცა. მოგითხარი არა. მოიცა. კი ბატონო, კი, გავითვალისწინებთ აუცილებლად. კარგად, მოგესალმებით. 91, ესე იგი, გელაძეებში ვიყავი 91. მოგივარ. გამარჯობა. გენერალ დასაქმების სამინისტროდან ვარ და ანკეტა შევავსებ, თუ შეიძლება დაგასაქმებთ. მე მიგინაცვალე მთელი ღამე ვიყავი დასაქმებული და ეხლა თქვენ უღა დამასაქმებთ, ისედაც ასე კი არა, აი ესე ვარ დასაქმების მწვრთნელი. აი ესე.
არა იცით ანკეტას შევავსებ უბრალოდ თუ სურვილი კი ბატონო, გექნებათ. ცოტა დრო მაქვს და კი ბატონო. დიახ, ესე იგი თქვენ დასაქმებული ბრძანდებით? დიახ, დასაქმებული ვარ, აბა დასაქმება ქვია მაგას თუ ბავშვების ხელში ვიქნები, აბა რა ის სათამაშოებს ამოუყრი, ითამაშებენ, ისევ ამომიყრიან, ჩაუწყობ, ისევ ამოყრიან, ისევ ჩაუწყობ და ესე ვარ მთელი დღე. საქმე და საქმე. რამე განათლება თუ გაქვთ? უამრავი, ძალიან მრავალმხრივი განათლებული ქალბატონი ვარ, ხა ტრაბახით კი არ ჩამომართვა გენაცვალი, მაგრამ არა, სულ ხარი ჰარალოზე ვიყავით მთელი ცხოვრება. ყველაფერს ჩავიწერთ. აი რა განათლება გაქვთ თუ შეიძლება რომ მითხრათ? მოდი დავიწყე ფიქიდან, რომ გავთხოვდი ჩავაბარე კუხნაში ჩალპობის სპეციალობაზე. კერძოდ ჭურჭლის რეცხვის ფაკულტეტი იყო ასეთი. ქმარმა მომაწყო, ქმარმა. ძალიან ისეთი ბობოლა ქმარი მყავდა, ეხლა კი არ გაგიკვირდეს, მაგრამ სულ ნაცნობობა, აი ჰუი, ხა მიდგამოდგა შეაწუხა და შემტენა როგორც იქნა. მერე გავიარე სამთვიანი კურსები. ნასკი გამხადე, ქალოში მომცე სერტიფიკატი. ხო. მერე გადავინაცვლე მაგისტრატურაში, ოღონდ დედის გინების მაგისტრატურა იყო ეს. ხო და ეხლა ვარ დოქტორანტურაში. ცემა ტყეპისა და ატანის ფაკულტეტი ქვია ესეთი გენაცვალე. დიახ. ასაგებია. დაიმე და ტინა! ხო! სადახარ, ხალო, მოდი ზურგი გამხეხე, შენი დაიმე მოვდივარ, მე გავიქეცი გინაცვალე ლექცია მეწყება მე და რო არ მივასწრო დაზიანება მე მომხდება, მაგრამ მოვდივარ გუჯა! სადახარ, შენ სადიყავი? მოვდივარ! შემოდი! კასტუმით, ნაუმარ. გამარჯობა. რა ხდება? რაღაც ასაქმებენო გავიგე. დასაქმების სამინისტროდან ვარ და თუ გნებავთ დაუში ადგილობრივი ხარ. ჩამწერე ძმა. კი ბატონო. განათლება გაქვთ რამე? როგორ? ანუ განათლება მიღებული გაქვთ, რომელიმე უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული? არა, იმენა განათლების პონჩი არა, ძმა, არაფერი ისეთი. ხო. სტაბილური სამსახური გაქვთ? რა სტაბილური სამსახური, ძმა, ქუჩაში ვდგავ 24 საათი, რა სტაბილურ სამსახურზე მელაპარაკე. ესეც არ გაქვთ. რამე ხელობა ხომ არიცით? ისე თქვენით. რამე ხელობა, რა ვიცი, პარკეტი. ბაითების გაღება სკოლის, ხო? თუ არა, ხელობა. არა, ხელობა და რაღაც ეგეთი პონტი. ხელობაც არიცით. სუსტი ვარ. გამოცდილება გაქვთ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის? არა, ძმაო, რა სახელმწიფო სამსახურში, ქუჩაში ვდგავ ვარ მეთქი. არა. დაუგვირდი რა, გადაალაგე რა წინა. არა, ესეც არა, ესე იგი ეს არა. რამე საკაიფო გამონახე. რა ვიცი ხა ამ მონაცემებით რაში დაგასაქმო მეგობარ, რა ვიცი, სიგარეტზე თუ გაგზავნი ახლა თორე ესე რაში პატარა კაცი, რებს იძახი და რა სიგარეტზე გამგზავნი. რაღაცა გამიჩიტე რომ ვიმოძრაო და ვიდვიჟენიო და საქმე ვაკეთო. ეგეთი გამიკეთე რამე რა. კარგით. აი ადრე იყავით რამეში დასაქმებული რომ გავიწყო. ბიჭო, როგორ არ ვიყავი, ძმაო, რა დასაქმება ქურდულ წილებში ვიყავი, ძმაო. რა გითხრა კიდე ბუდკას ვკრიშავდი, ძმაო, უბნის ბუდკას იმენა მევკრიშავდი და რა ვიცი რა. ხო, არა, მაგ გამოცდილებით ახლა ჩვენ ვერ დაგეხმარებით, მაგრამ არჩევნების მერე მთავრობა თუ შეიცვალა, აუცილებლად დასაქმდებით მაგ გამოცდილებით. მთავრობა თუ შეიცვალა. დაელოდეთ და დაჭირდებათ კი ის. დაველოდო? კი, დაელოდეთ. უბანში ვარ, ძმაო, აქ. კი, დაელოდეთ არჩევნები შეიძლება. ველოდები რა, თქვენ ვიდგევთ. კარგი. დედა რას გავს კედლები? სუხარი რომელმა ჭამა? რომელმა ჭამა სუხარი რო დავაძრო კბილები? მე ჭამე რა იყო? მური სუხარს უახრაშულებ კიდე დამზარვა უნდა კედლებს? მამა მშიოდა და რა მექნა? უნდა გაძრო კბილებს დამთავრდება მაგით. ვინ არის ეს? ეს კიდე ამას რა ასუკებს ხო გავლურდი კაცი ახარ შემიძლია. აერზე ადამიანის უკეთებოდეს არ ვიცი პირველი შემთხვევა ასეთი. კარები ვიღაცა რა გინდა გაუღემიდე. ვინ არის? დასაქმების სამინისტროდან ვარ, თუ შეიძლება გაგესაუბრებით. დასაქმების კატამი და დროზე. კატამი მომეცი. ვაიმე, არ ვიცი, კაცო, რა იყო სადღაც. მიდი, კატამი. დაიჭირე. მოდი და მაინც პროვი. ვაიმე, კატამი და ამალო. კაცრავად. მოდი,
გამარჯობა. დიახ. დასაქმების სამინისტროდან ვარ და გაგესაუბრებით თუ შეიძლება. კი ბატონო, მომბრძანდით. მომბრძანდით. შემოუშვი ადამიანი, კაცო. ერთოდი мама, გადი გარეთ და შემოუშვის ადამიანი ახლა და შენ იცი მე როგორაც უნდა შემოძრე. მომბრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. ეთილი იყოს ჩემი გამარჯობა. შემოდი. დასაქმების სამინისტროდან ვარ და გაგესაუბრებით. დიახ. აი, მომბრძანდით. მომბრძანდით, ბატონო. შინაურობთ იგზენით? აგერ არ დევს სკამი, აიღეთ და ჩამოჯექით. პრობლემა არ არის. ხები არ შეუშალა. ახლა კარგია. შენე საზურგია რა კვარტალია, მაგრამ ტრიალებს. კარგით. აი ეს ანკეტა გაეცანეთ თქვენ. აი ეს შეიძლება ამას გაიცანით და ჩვენ ვისაუბროთ. ვაფშე გამომწე ახლა კეთ. თალკე გავარჩევ და ვისაუბროთ და შეგვიშალოთ. კი, ჩვენ არ შეგაწუხებთ. რავად. უკანიწიეს კამა. დიახ, ისმეთ. თქვენი სახელი? ნიკოლოზ ბატონო. სასიამოვნოა. დანეკარი. სასიამოვნოა. თუ შეიძლება კითხვებს დაგისვამთ. კი. დასაქმებული თუ ხართ? კი, მე დასაქმებული ვარ. დასაქმებული ხართ. სად მუშაობთ? მუშაობ და სად მუშაობთ? სად მუშაობ და კემეყურებთ, რამდენი ვარ სახში. 12 და ისე. მე რამბილად სხვაგან არ სადამუშავ. აჰა, და რა? ზუსტი რაოდენობა თქვენი ოჯახის, ანუ რამდენი წევრი გყავთ? ნუ 11 ვართ. 11? დიახ, 11 ვართ. და ერთი პატარა ყავს. 10 ეს დასრულება. სად არის? პატარა საით არის? თქვენ აწევ ხართ ახლა ზემოდან. უიმე. შენ წაწევ ხარ. არა. ოდიში. ამოწეკი არ არის კაცო, პრობლემა მიჩვეულია. იყოს. მიჩვეულია, დაწეკი. ესე უფრო კომფორტულად ვარ, ესე მიჩვენია. ესე მიჩვენია. მიჩვეული არის კაცო, არ არის პრობლემა. ის ოჯახში თუ მუშაობს ვინმე, ანუ ნამდვილად თუ მუშაობს სამსახური? ბაბუა ჩემი მუშაობს. ბაბუა სად არის? გარდაცვლილია. გარდაცვლილია? 4 წელი. აბა როგორ მუშაობს? ჩემი ჩუკეთებ უფროს გრიმს. წვერებს და იმას ვაკრავთ, რა ქვია და ის დადის სამსახურში, კი არიცი, ის სტარულად ეს სული. ასე ძალიან გავს და ახლა მუშაობ, წასულია სამსახურში, კი. ზაგურში. ანუ ოჯახში 11 ხართ და ერთი კაცი მუშაობს, ხო? ეს საოცრებაა, ესე იგი. საოცრება არის გენაცვალე ეგვიპტის პირამიდები. და ეგ არის საცოდაობა. საცოდაობა, უბედურება და აღქმა და გაქცევა ეგ. ხო, პრინციპში. და თქვენ ოჯახის წევრები არ გეხმარებიან რამეში, რომ ოჯახის წევრები? კი. სიძე ქალიშვილი მეხმარება ძალიან. სუფთა ჰაერზე უყვართ წონა და სადარბაზოში წანა. სადარბაზოში შეღავათი იქნება. კი, დიდი შეღავათი. ხანდა ეგ კი არა, ხანდახა სხვაგან ჭამათქოლებს აჭვევს. სხვაგან სადილობენ. და ეგ კი არა, რა დამავიწყებს სიძე მერთხელ ახალ წელს. შოთის პური მოიტანა ეს გრძელები როა. დიახ. დედამ ზეიმი მქონდა. აბა. მიდა. გასაგებია. კარგი. ბატონო. ჩავიწერ, ხო თქვენ? ჩავიწერ. ანუ თქვენ მონაცემებს ჩავიწერ, ხო? თუ შეიძლება. კი ბატონო. ჩაწერეთ? ჩავიწერ. გადი გარეთ ახლა ნუ მე ვიყავი გარეთ, ვიყავი. შეგდი ახლა. გადი გარეთ, მასტისა მოხება უნდა ადამიანს და ვერ გავშალავ კლავი. შეგდი 10 წუთი არ შემიხედე კიდევ მოტებულია, გავგიჟდები კაცო. მადლობთ. ესე იგი დავიწყოთ, ხო? აი ვაკანსიებს გაგაცნობთ. დიახ, კი.
ესე იგი, ეზოების დასუფთავებაზე არის გაწმენდა ფოთლები და ძალიან კარგი. ეკა, მამა. მოდიას. მოდი ეკა არიქა. ვის შეუძლია რომ ეკა. იმუშავებს? ეკა ჩავწერო ამას. კი, ვიმუშავებ. ეზოების დასუფთავება. ხო, ამიტომ. კარგით, მეორე ვაკანსია არის გზის მშენებლობაზე მუშად. მუშად ცემენტი და ის. კი, დირექტორი მეგაბირვინ დაგნიშნა. ვინ იმუშავებს? ეკა! ბატონო. მოდი მამა. ხო მამა. მოდი აქ. რა აბა? უყარს და ასფალტი და ის ყველაფერი. ასფალტზე კი, ვიმუშავებ, კი. ეკა ჩავწერო ასფალტზე მე ჩავწერ. კარგით. რკინიგზაზე არის ვაკანსია შპალების გამოთვლაზე, ანუ რელსების ქვევით დასაგები ეს. კი, მუშად იქაც. ძალიან კარგი, მან უკვე ჩაწერე ეკა. მამა, მოდი აქ. ხო მამა. ეკა, ჩამიწერე. შპალები ბავშვობიდან უყურს მატარებელი და შპალები და გიზდი. კი, ვიმუშავებ, შევათავსებ ყველაზე ჩაწერე ეკა. კი ბატონო. და პრინციპში აღარ არის აი ერთი ვაკანსია არის რესტორანში მზარეულის ვაკანსია. უბრალოდ მზარეულის თანაშემწე, ის რომ აი მიაწოდოთ კარტოფილი, მწვანილი. და ამაზე მინი მუშაობს. ალბათ მან ჩამწერე მე. მე ჩამწერე. ანუ თქვენ ჩაგწეროთ. ახლა ბავშვს მუშაობით ვერ მომკლავ მე რესტორანში. რესტორანში ვერ მოუწყვიტავ საკმარშვილო წელს ახლა რესტორანში მე ჩემ. გოს გენცოლე კი. კარგი ჩავწერ. მამა! ეკა! ბატონო, მამა. გასაღები გამოუწვე, მიდამ, კარებიდან. რა გინდა გასაღები რომ გამოვაწყო? შემოვიდეს აერი, დაიწყო გუდა ადამიანი. ხო რაღაც იცით სივრცის ნაკლებობა რომ არის, აი წყალს ხო ვერ დამალევინებთ რაღაც. კი, როგორ არა, ცივი წყალი გინდა თუ როგორ ცივი წყალი, ხო და აი ცივი წყალს დავლევ რა თუ შეიძლება თუ გავხსნით. კი, რა თქმა უნდა, ერთი წუთით. დადე. ოპა. ძალიან ცივი ხო არ გინდა? არა, ხო, საშუალო. მაშინ ეყოფა, კი, ეყოფა. აი, ცივი წყალი სულ გვაქვს. სულდაც. ძენიერია. ცივი წყალი. ჩავა. ოდიში. ხო, დავით. ხო. რა გამოჩნდა? ხო, კონტროლიორი მეწერა მე. ვიმუშავებ, კაცო, როგორ არ ვიმუშავებ? კონტროლიორი კი, მოდი, რა მნიშვნელობა, კაცო, არ კეთილი იმაზე, ვიმუშავებ. კარგი, დავით, მადლობა, დავით. ისევ კაცო, წავედი მე სამსახური ვიშოვე, კონტროლიორად მუშაობ, წავედი. სამსახური ვიშოვე, ხალხო, სამსახური. სამსახური ისო. ამას უნდა დავესახმებინეთ? რა, ყველა არანორმალური აქ მოდის. მოდის ხოლმე კაცო. შენ როგორ ხარ? კეთა რა იმედი მქონდა და რა ხო. ეკა! რა, მამა. მიდი ამოიღე მაისურები და წავედით. ჩვენ თორ ვიშოვეთ, ჩვენი თმაბაფული ისე ესენ ვერ გქონდა. მომეც მაისურები. და მივდივარ და იცი კარგად სადაც მივდივარ. ამოდაგა სუკარა ჩაისთვის მაისურები და მოვყევი და წამოდი რაღაცა დღეს საჭმელი კიდე წასველი კიდე ანადექშულო დაგეპრო გვერდები გორიანი წამოდი მოვყევი სუკარა წამოდი აჰა ჩაიცვით ესე წამოდი კაცო წამოდი მშვიდობისა. მოგესალმებით და გთავაზობთ ინტელექტუალურ შოუს ყველაზე ჭკვიანი. აქ არაჩვეულებრივი და ჭკვიანი ბავშვები შეეცდებიან ყველაზე ჭკვიანი ბავშვის ტიტულის მოპოვებას. ახლა კი მოდით გავიცნოთ ისინი. ვასილ ფხაკაძე, გიორგი მარშანია, თამას ჯუტიაშვილი, ნიკოლოს ზაბულიშვილი, დავით სულუკიძე, დიტო სინიკაძე და ყობა ნოყიერი. ყობა ნოყიერი, გასაგებია, მაგრამ არ მეცნობით და აქ დაბარებული ვარ დღეს აქ ჩაწერა. კი, ჩაწერა, მაგრამ თქვენ მეგონი არ უნდა იყოთ აქ. რატომ უნდა იყო?
ვაიმე, იცით ეს არის ყველაზე ჭკვიანის ჩაწერა და ყველაზე მსუქანის ჩაწერა არის გვერდზე. მოდის. ადრე გეთქად რომ ამიღარ. ბავშვებო, წინ ძალიან რთული, გაძაბული, საინტერესო და მნიშვნელოვანი რაუნდი გველოდება. ეს არის ყველაზე ეროვნული მედია პროექტი და ჩვენ ვიწყებთ თამაშს. ყურადღება ეკრანზე! მე გოჩატყეშალაშო გაგიხმეს თავი. უკაცრავად, რაღაც ამერია. მაშასე, ეს არის ყველაზე ჭკვიანი. შუქია მეშილია შუქჩა. მე ყველაფერი კარგად იქნება ეს. მე რა ამბავია, ვაქცინე. მე და გაჩვენი გასყავს რა არის, როგორ შეიძლება ვაქცინაციას განგებკეთდება ეს ყველაფერი, რომ ბავშვმა ვერ გამოიცნოს და დედა არის ნერვიულო შენ. არის ნერვიულო ერთი წუთი, შვილო, ერთი წუთი და არავის დავაჩაგრინებ შენ თავს. აი დედა, всё. აჰა, სინაცვლე გაქვს ყველაფერი. აბა შენიცი, მიდი დედა ახლა. როგორ შეიძლება ესე კაცო? აქ ვარ, დედა არის ნერვიულო, მიდი აბა შენ. შორს არ წახვი. აქ ვარ, მიდი. და ჩვენ ვიწყებთ თამაშს. თამაშს გახსნის ვასილ ფხაკაძე. ვასო ცოტა კი ნერვიულია, მაგრამ იმედი მაქვს რომ კარგად ხარ და მოდი აირჩიე კატეგორია. კატეგორია სხვადასხვა. სხვადასხვა. შენ გაქვს 1 წუთი. ყურადღებით, სამზომი ჩაირთო. საქართველოს რომელ კუთხეშია ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლება უშგული? სვანეთი! ბიბლიაში რომელ ცნობილმა ევა? გველი! ტრადიციულად რომელი რელიგიის მიმდევარი ქალები იყვნენ? მუსულმანები! ვისი პრეზიდენტი არწივით დაჭრილი? უაჟა! ცხოველების რომელ კლასს მიეკუთვნება რომის ქრისტიანს საქართველოს და პრიორიტეტი გამედრანციგებარა რამდენი ფერია საქართველოს და ცხოველების შემდეგი მოთამაშეა გიორგი მარშანია. გიორგი, ძალიან უცნაურად გამოიყურები. რა გადევს თავზე? ეს არის წიგნები, მე იცი ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა და ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და რაც ტვინში არ დაეტია, ეს ზემოდან დავიდე, რომ ამოვიყენებ მაინც რა. გიორგი, მე ძალიან მიხარია რომ შენ ესეთი მონდომებული ბიჭი ხარ. მოდი აირჩიე კატეგორია. კატეგორია პოლიტიკა. პოლიტიკა. შენს განკარგულებაშია 1 წუთი და სამზომი ჩაირთო. ცეკას რომელი გენერალური მდივანი იყო პოსტზე ყველაზე დიდხანს? ბრეჟნევი. სწორია. საქართველოს რომელი პრეზიდენტის დროს დაიწყო ბაქო ჯეიხანის გასადედის მშენებლობა? ედუარდ შევარდნაძე. სწორია. რომელმა ქვეყანამ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი? საქართველოს. სწორია. რამდენი ხმა დააგროვა ეროვნული დემოკრატიული პარტიის მაჟორიტარმა კრწანისის რაიონში? 317 ანუ 0.45%. სწორია. რომელი პოლიტიკოსი იშოვის მალე მაყუც და გახდება მილიონერი? მაყუც გუბას ანიკიძე. სწორია. არც ერთი შეცდომა. ყოჩა, გიორგი, ყოჩა. ახლა კი თამაშს უერთება თამაზ ჯუდიაშვილი. თამაზ, შენ ანკეტაში გიწერია რომ 30 წლის ხარ. საკმაოდ დიდი ხარ ამ ბავშვებთან შედარებით და რატომ გადაწყვიტე აქ თამაში? რა არის იცით მე მივხვდით იმსა რომ 30 წლის ვარ მე 16 ჯერ ჩავრჩი კლასში და ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ მე ვარ ღირსეული მეხუთე კლასელი ვარ და მაქვს უფლება რომ მივიღო აქ საინტერესოა. და ძალიან კარგი მოხარული ვარ და შენ ასევე აქ გიწერია რომ ძალიან გიყვარს საჭმელები და კერძოდ რა გიყვარს? მე მიყვარს მანიფაფა და კარაქიანი პური. და ალბათ შენ თვით კონჩა. და აღონთ რომელი იცი აი ეს კარაქიანი პური ჯარისკაცებად დაჭრილი რა პატარა. და ჯარისკაცებად ჭრი და მე შენ თვითონ ესე მიირთმევ გემრიელად ალბათ ხო? კი, დედა მაჭმევს ხოლმე. დედა გაჭმევს. ძალიან კარგი. ოღონდ ეს გარაჟი და ჩუქუ მატარებელი ფიფრინავით ვარ გამიკეთა ისე ვევჭამ რა. თამას, საინტერესოა რა გინდა რომ გამოხვიდე? მილიციანერი. ანუ პოლიციელი, ხო? ო, რა პოლიციანერი. ალბათ გინდა რომ ხალხის და ქვეყნის სამსახურში იდგე, ხო? სამსახურში არ ნუ რა თოფი მინდა რომ მქონდეს რა. თოფი და ვლასტი რა.
კარგი თამას. მოდი აირჩიე კატეგორია. მათემატიკა იყოს რა. მათემატიკა. ყურადღებით, მზადხარაობად, წამზომი ჩაირთო. 2x2. 4. სწორია, 3x3. შემდეგი. 9. 4x4. 11. 16. 7x7. 7. 7. ფეხიანი რო არის, ხო 7. 7. თამას, სამწუხაროდ. არა, ვიცი რა, ვიცი. შენ ვერ გადახვედი მეორე ტურში, რადგან დრო ამოგეწურა, მაგრამ არ ინერვიულო, შენ ძალიან ნიჭიერი, ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ. ვერკი ოქში წავსულიყავი, ხო ვიცახდი. ახლა კი თამაშს აგრძელებს ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ლამაზი, მოხერხებული და ყველაზე სწრაფი ნიკოლოზ ზაბულიშვილი. ნიკოლოზ. საინტერესოა, რას აკეთებ ხოლმე თავისუფალ დროს? თავისუფალ დროს თამაშობ. თამაშობ. თუ რას თამაშობ ხოლმე? თამაშობ, მაგრამ დედა მიშლის ხოლმე. დედა გიშლის ხოლმე. დედა მიშლის, იმიტომ რომ ძალიან ცუდი დედა მყავს. ანჩხლი და კაპასია. არა, ნიკოლოზ, დედას უნდა რომ კარგად ისწავლო და ალბათ მაგიტომ გეჩხუბე. არა, დედა ჩემი არის ანჩხლი და კაპასი. არავის არ უყვარს, მთელ სამეზობლოს არ უყვარს. სანათესავო აგინებს ცოცხალს და ნიკოლოზ, მკვდარს. არ შეიძლება ესე ლაპარაკი დედაზე. ძალიან ცუდი დედა. ნიკოლოზ, არ შეიძლება ესე ლაპარაკი. და მოდი ნიკოლოზ, დავიწყოთ თამაში, კარგი? დავიწყოთ. შენ ნახე, რას გიცავს სახში რომ მოითხრება. როგორ ლაპარაკობ შენ, მამაშენს ვეთქო. კაი, რიცი რას გიცავ. აბა აირჩიე ნიკოლოზ კატეგორია. კატეგორია ისტორია. ისტორია. ყურადღება, წამზომი ჩაირთო. რომელი მეფის დროს მოხდა დიდგორის ბრძოლა? დავით აღმაშენებლის დროს ხომ არა? ნიკოლოზ, სწრაფად. არ ვიცი. რომელ წელს მოხდა ქრწანისის ბრძოლა? 1795 წელს ხომ არა? შემდეგი. რომელი საუკუნეა 1001 წელი? მე-11 ხომ არა? ვერ გეტყვით. ვერ მეტყვი და ჭირი და ჯანდაბა შენ მთელი ღამე დაგასხმევინე წორინი შენ. ამ უნდა გეძიხვას. მთელი ღამე თელეფონმა შეცხარებია. მაგას მეტყვი ბაბას თურალი რომ მომასახი. თამაშს უერთდება დავით წულუკიძე. დავით, ხომ არ ღელავ? არა. მაშინ აირჩიე კატეგორია. საქართველოს მხარეები, კერძოდ იმერეთი იყოს. იმერეთი. კი ბატონო, ყურადღებით. შენს განკარგულებაში 1 წუთი, წამზომი ჩაირთო. სად არის რესტორანი იმპერიალი? იმპერიალი? აი, თუ გაინტერესებს გეტყვი, მომისმინე. იმპერიალი არის, კაროჩე, მირიკე ზასტაველის სახს, რა ვარს გაცდები. იქან არის გოლიათები ჩასახოვი და ჩოუხოვი, იქან და ეგრევე იმპერიალია. ვისი ნათლულია ზურაბ თოდუა? ზურაბ თოდუა? ზურაბიე? ზურაბიე? ზურაბიე, პეყოვიჩის მონათლულია. და ჩვენ მაგის ოქროებზე ვერ მიდით. ტერიტორიის რა ფართობი უკავია ქუთაისის ერთ-ერთ უბანს საფიჩხიას? საფიჩხიას? აი რა არის, საფიჩხია დიდიას. საფიჩხი არის დიდი და თუ ვინმე იმენა კონკრეტულად დაინტერესებს, მე ვიდეს და ველაპარაკებია რა. რატომ იყო პლატონ სამანიშვილი ბეკინას ქორწინების წინააღმდეგი? აუ, მაგი ძალიან პირადული არის, ახ.
მაგი თვითონ პლატონის პირადულია, იგე რა ამონდი არის ახლა ჩემი ჩარევა და იგი არა ჩემგან არ იქნება მართალი თუ არა მე იმავ ჩემი პასუხი და მართალის უკვე სწორია დათოიე ყოჩა შენ ყველა კითხვას სწორი პასუხი გაეცი ეს ფანტასტიკური შედეგია ისა ჩემოდაია მაგრამ გიხდება ეკრანი დაეკის დიდი მადლობა დათოიე ახლა კი დღევანდელი თამაშის ბოლო მონაწილეა დიტო სინიკაძე დიტო ხომარდლა ცოტას ღელა ცოტას შენ არჩეული გაქვს კატეგორია ენის გასატეხები კი ენის გასატეხები მზად ხარ დიახ კი მზად ყურადღებით დიახ წამზომი ჩაირთო არგენტინელი ფეხბურთელი რომელსაც ჩიფსები ძალიან უყვარს მესი ელექტროსადგური ანუ ჰესი აბედი და კვესი სახლის შენდება ლესვი ის გავისვალებ ნესვი ლამპუჩკა მამა შენი გაფუჭდა ყოჩა რას ხარდად მიპასუხე ყოჩა ფანტასტიკური ბავშვები ხართ ბავშვებო თქვენ გაკმიდე ხმა ბავშვებო თქვენ ყველა კატეგორიას გაეცით პასუხი ახლა კი მოდი გადავხედოთ რეიტინგებს მაშასე მეორე ტურში გადავიდნენ გიორგი მარშანია ვასილ ფხაკაძე და დათოიე წულუკიძე ვასილ შენ საჩუქრად გადაგეცემა ნოუთბუქი რომელსაც ხვალ გადმოგცემენ ხვალ რატო დღეს მომეცით არა ვასილ რამოდენიმე სურათი მაქვს დარჩენილი ფლეშკაზე გადმოვიწერ და მერე გადმოგცემენ ახლა კი ყველაზე ინტელექტუალურ მონაწილეს გიორგი მარშანიას გადაეცემა ნორჩი მწერლის მიერ დაწერილი სახელმწიფო მენეჯმენტი და სოციალური ფსიქოლოგია გილოცავ გიორგი აუ არ მინდა რა ეგ წიგნი არ მინდა კაცო მაქვს უკვე გიორგი შესანიშნავი წიგნია ეს შენ გეკუთვნის არ მინდა კაცო 12 წალი მაქვს ჩემი დაწერილია ეგ არ მინდა რა თქმა უნდა კარგი გიორგი შენ როგორც აი იმას წავიღებ შეფუთული რითიც არის ბოლო და მთავარ საჩუქარს კი გადავცემ დათოიე წულუკიძეს დათოიე მე რო შენთან არ მოვიდე არ შემიძლია ეს არის გრანდიოზული საჩუქარი შენთვის საგზური ლონდონში გილოცავ დათოიე გილოცავ ბავშვებო ეს ძალიან კარგი საჩუქარი აი ამას მე ლონდონში ვერ გუშო შანსი არა გაუჭი ვერ გავუშვა დაიგო ამას ლონდონში მე გასა რატო რა ხდება ვერ გავგე ესით ლეპტოპი ამას ამას გამოვში სახში რას ლაპარაკობ კაცო ეს არის საჩუქარი ან მოიგო და ძალიან თქო დატოვეთ შვენი პერსპექტივა დაიგო ამას ხვიდეში მაგ სახერხი და იწყეს მუშაობას ბავშვი კაცო შეიძლება საჩუქარი უნდა მიიღოს ძალიან